ქობულეთში ეზოების კეთილმოწყობა აღარ დაფინანსდება. შესაბამისად, მუნიციპალიტეტს ხრაუბანში ინფრასტრუქტურა კვლავ მოუწესრიგებელი დარჩება. პროგრამისთვის გამგეობამ ბიუჯეტიდან 1.508.580 ლარი გამოყო, თუმცა მოგვიანებით ეზოების მოწესრიგების ნაცვლად პრიორიტეტულად დაზიანებული სახლების სახურავების შეკეთება დასახელდა. სულხან მესხიძე დაინტერესდა, რატომ შევიდა ცვლილება გასული წლის დეკემბერში დამტკიცებულ ბიუჯეტში. ქობულეთში ეზოების კეთილმოწყობის პროგრამა დროებით შეჩერდა. ვერულიძის ქუჩის 9 ნომერში მცხოვრებლები კი ეზოს კეთილმოწყობას 7 წელი ელოდებიან. ადგილობრივთა თქმით, ინფრასტრუქტურის მოწესრიგების პირობა გამგეობის წარმომადგენლების მხრიდან არაერთხელ მიიღეს. ეზოა, ბაღია, დასამთავრებელია, გააკეთონ ლამაზად, ბავშვებმა გაიარო, რაც გავს საკავრობა. როცა არის ისა არჩევნება მოდიან, ყველა გვეგებია, ხელბესაბა ვაკეთებთ ყველაფერს, მაგრამ დამთავრდება არჩევნება და მიდიან, მიიხურავენ გარებს. ეს კორპუსი აღარ ახსოვან ეს ეზოაკეთ. ამბინაში რაც შემოურბანი ყველა გვპირდებიან, ამას გავაკეთებ, იმას გავაკეთებ. არც კაგი გაუკეთებიან, წყალი გააკეთეს, წყალი ნორმალური გაკეთებული არა. ეზო გააკეთეს რა? მოიტანეს და დიდი ქვები დაყარეს, ძიმს გადაუყარეთ ეს ქვები. თუ გინდა იგერ ფილები რომ მოიტანეს, იქ აშალეს ფილები, ახალი დააგეს, ჩვენთან ძველი მოიტანეს. რო უთხარი გამგებელს რომ ეს რატომ გააკეთე მეთქი? შენ არი ნერვიულო, ეს ისეთი გაკეთებული იქნებაო, მე ამის ატვეჩაი ვარო. ვინ გახდა მაგის ატვეჩაი? არავინ არ გამხდარა, არავინ არ მოსულა მერე და არ მუკითხია. რამოდენიმეჯერ მიმართეთ და ასე პასუხად მივიღეთ, რომ ჯერ ამის შესაბამისი თანხები არ არის. როცა გამოინახება, თუ იქნება შეასრულებენ ამ სამუშაოებს. ეზოების კეთილმოწყობის პროექტები გამგეობამ გასულ წელს შეიწყდა, რისთვისაც უწყებამ ბიუჯეტიდან 1.508.580 ლარი დახარჯა, თუმცა როგორც მუნიციპალიტეტის გამგეობაში აცხადებენ, დეკემბრის თვეში დამტკიცებული პრიორიტეტი მარტში შეიცვალა და ეზოების მოწესრიგებას დაზიანებული სახლების სახურავების შეკეთების პროგრამა ჩაენაცვლა. 9 პროექტი ეზოს კეთილმოწყობის პროექტი შესყიდული, მაგრამ ვინაიდან და რადგანაც სხვა უფრო მნიშვნელოვანი საკითხები არის გადასაწყვეტი რაიონში, თუნდაც წყალმომარაგების, თუნდაც სახურავების სახლის, თუნდაც ნაპირგასამაგრის სამუშაოების მიზანშეწონილად ჩაითვალა მეც მათ შორის ხმამივეც იმას, რომ პირველ რიგში უნდა მოწესრიგდეს ის. ქობულეთის მუნიციპალიტეტის განვითარების აუცილებელ პირობას ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება წარმოადგენს. პროგრამის ფარგლებში მაღალსართულიანი კორპუსების ეზოების კეთილმოწყობაა დაგეგმილი. აღნიშნულ ინფორმაციას გამგეობის ოფიციალურ საიტზე ატვირთულ 2014 წლის ფინანსურ დოკუმენტში ვკითხულობთ. გამგებელი გიორგი რომანაძე ასე განმარტავს, რომ პროგრამის შეჩერება საკრებულოს უმრავლესობამ უფრო მნიშვნელოვანი პრობლემის სასარგებლოდ გადაწყვიტა. ბიუჯეტი ყველა ფერს ვერ გაწვდებოდა, ამიტომ ამ ეტაპზე ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ უფრო პრიორიტეტული კუთხით წავსულიყავით და საუბედურთ ამ პრიორიტეტებში ეზოების კეთილმოწყობა ვერ მოხდა. გამგებელი ვარაუდობს, რომ თვის ბოლოს ბიუჯეტში ცვლილება ისევ შევა და ეზოების კეთილმოწყობის პროგრამა განახლდება.